მოკლედ 4 საათი ხდება არ მეძინა წესიურად ალბათ იმიტომ რომ ცოტა გრაფიკი ამერია 12 საათზე მომიწია დაწყოლა ზოგადად 11 წუთი ხოლმე და არ მეძინა რა თითქმის 1-2 საათი ეხლა 4 საათზე უნდა გავიდე აეროპორტში ფრენა 7-ისთვის არის დაახლოებით. ყველაფერი მზად არის საერთოდ. პრობლემა ერთი ის არის, რომ არ მეძინა. და ეს პრობლემა არ იქნება, რადგან მაინც გადაჯდომა მიწევს და მე შევძლებ აეროპორტში დაძინებას. უპრობლემოდ, ასე რომ ეხლა ვიპოზიორებ ცოტას. საჭმელებს ჩავალაგებ და წავალთ აეროპორტში. ავედით აეროპორტში ხაშევად და ნელა უკვე ჩვენი გაფრენის დროც მოვახ. ხილები გონიერო მომიარჩა რა ასე როჩი მომაგრაა ან ზურში ხლორიენდრული კაშა ას გავისგო მომაგრაშა შენ აი სტუდი ხილები და ხილები აი ეს კოშკალ ვერდო და პროინასია ვიგა სიოლი და თანხმობრივი წყამის 이리 가리고 어쩌고 이리 가는 이거 가야지 뭐지 오래 다 짝이다서 아이씨 해도 감사하고 싶다 아 비슷해 주다 아무 중요한 건 되게 어쩌 아이씨 어쩌 나도 우리가 세는 거지 그래서 이거 없이 아니 필요 없이 아니 뭘로 잘 알았어요 아니 셰프님 아이고 봐 만들고 싶은 거 에스 터치 이거 미리 아베스 같은 지금 또 오르만 거기 또 에스 카이 에스 이거 내가 없이 problema 에스 없이 problema 그 신고 열심히 있어 그러다 뭐 없이 뭐 근데 저기 다시 지금 지금 와서 그 신이 있어 나는 올리지 이게 신이 나한테 받아 그거 이게 신이 이거 하는 게 있지. 이거 많이. 셰프 esse vídeo ativo. A pessoa de uma grande esse cara. Tu esse tu ele vai tu olha. Ele fez o que você sabe como muito esse. Isso tudo é o que deve fazer. Esse marogit cara só aí esse tudo não, eu acho que não. Ok, sada şimdi yok tas çet soruyor misal. Ama ne yine de daha iyi mesajı. Hani yine ise de doğru bir görmüş var. Şi saat kısa. Şu biz galiba. Aynısı. Bir de hoş aynısı. So, I'll do it. Çağlayıp vaatları da უკვე ნენელა პროდავით ჩასხდომს. გეგი. პასპორტ კონტროლზე ვარ. გავივლით წესიჩეულებრივ. არა პრობლემა ჯერ შეგვქნია. და ცოტა ხანში ჩასხდომა დაიწყება. მანამდე ერთი ჭამა მიწევს. რა გავალ, მაგასაც გავაკეთებთ. გავიარეთ ყველაფერი და ეხლა ყოლა გვიწევს ორაგული და კიდრი. შემდეგ სტამბულში შევჭამთ, იქ გავჩერდებით და დაახლოებით 6 თვის ვიქნებით უკვე რუმინეთში.
Let's transferit. David Finas, Stambulis. Მოკლედ სტამბულში ვარ, გავჩერდით. ან დავიყალე. ადგილით ვიყავ საერთოდ, რომ დავიყავი, იმიტომ რომ დიდი ხანი მიწოს გაჩერება. თუმცა საერთოდ ფაქტიც გვაქვს. 10 მიწევდა ყვება. და რომ ჩამოვფრინდი იყო 9 თუ რაღაც 10 წუთები რა. და ნუ უცბად time zone შეიცვალა. და რაღაც 8 წუთები თვალად გახდა. ყველა საათ უკან არიან აქ რა. და 10-ზე უნდა დამწყუება. და შესაბამისად მოდი ბარემ მეთქი, რადგან თურქეთის time zone-ში ვარ, დავალოდები 10 საათს და მე დავიწყებ ყვებას. ასე მე ხალხი ვარ, ძალიან ბევრი ხალხია. და ცოტა ხანში შევჭამ რა. წყალი ცოტა დამჭა და შემდეგ რამე უნდა გავაკეთო, ვიყიდო. ან რამე ცისხლის ფასებია, მაგრამ სხვა გზა არ არის. დღეს 6 ლიტრი წყალი გვიწევს და ყველანაირად მჭირდება წყლის რაოდენობის შევცევა. მე ხამ კვებაზე მეყოფა წესით და შემდეგ დამჭირდება. აქვე პატარა ჩენელი საკუთარ თავს ვიშოვოთ წყალი ყველაზე იაფად რაც როგორც კი შეგვიძლია. და ნახოთ რამდენის გამოვა. მოკლედ ახლა მიწევს კვება ჩვენ მეგობარმა ინტერნეტი გამეზია რა. ძალიან დამეხმარა, იმიტომ რომ ინტერნეტი ახლა არ მქონდა, რადგან რუმინეთის მაქვს ნაყიდი და ჯერ გაჩერებულია თურქეთში. ახლა ნუ კვება მომიწევს და შემდეგ ტელეფონი დავტანა როგორღაც სადმე. და ეს არის ჩვენი ბრინჯი და კვერცხი, რომელიც პირველ კვებად ითვლება იდეაში დღეს. დამღებულნოთ მთლიანი დღის კვება, ასე რომ პრობლემა არ არის, სანამ ადგილზე ჩავალთ, გვაქვს კვება და სანერვულოც არაფერია. ვიპოვე ადგილი, მოკლედ როგორც იქნა. ცოტა ვისვენებ, ვცდილობ რომ ესეთ მეტი წყალი არ შევიკავე, მაქსიმალურად დავცვალო სხეულისგან. ბევრი რაღაც მოვაგვარე, ტელეფონი ბოლომდე დავტანე, ინტერნეტის პრობლემაც მოვაგვარე. ეხლა კვება გვიწევს მეორე. წყალი მაქვს, მაგრამ ალბათ ვიყიდი, იმიტომ რომ ცოტაა. და რავი, ცოტა გამოვიძინესავით. მესამე კვება რომ მოგვიწევს, შემდეგ გვაქვს უკვე ფრენა. ასე რომ კიდე ერთი კვება გვექნება აეროპორტში. წყლის ფასებზე არის სიგიჟე რა. 12 ევრო ნახევარი ზოგან 10 ლარი. ყველაზე კარგი არის ჩასაგდებები რომ არის. აი ხის 4 ლარი. ეხლა მაგას ვეძებ რომ მანდან ავიღო წყალი. 12 ევრო ნახევრის გადახდა წყალში 0.5 მილilitrიანში ვაფშე ავი. არღის რა და აიგერ წინ არის და ეხლა იქიდან ავიღებ წყალს. ასე მარტივად ავირჩიოთ. მივოდოთ ეხლა ბარათი. ოთ ლარად ვიყიდეთ წყალი. ჩამოვაგდებ. აგერ. ეგარ. და ესე ჩვენი მეორე კვება. ბრინჯი ქათამი პლუს კიპრი. ყველაფერი იდეალურად გვაქვს, წყალი გვაქვს. არაფერი სანერვიულო არ არის. ნუ სტანდარტულად აქაც ჩემს სიარულს ვაკეთებ 15 წუთიანს. რაინც საქმე აფერი არ გვაქვს. გადამუშავებას მაინც მივახციოთ ყურადღება. ესე იგი ახლა მომივიდა მეილი. 4 დარბაზში შემიძლია უფასოდ ვარჯიში ჩემპიონატამდე, ასე რომ ჩავალთ, რომელიმე დარბაზში მივალთ, გავარკვია ლოკაციები, ძალიან შორს არც ერთი არ არის და დღეს 6 საათზე ჩავალთ. 11:30-მდე დარბაზი არის. იმედი მოვასწრებ ყველაფერს, საჭმელი გვაქვს, ორი კვება დაგვრჩა, ერთი დაახლოებით და მაგას გავამზადებ. ეს პროდუქტები უნდა ვიყიდო. თან გადავახურდაო
და ნუ დარბაზში ვარჯიში გვინდა ყველა ვარიანტში რა. ასე რომ რაღაც უნდა მოახერხოთ ყველა ვარიანტში. და ესეც შემდეგი კვება. და ხა დაიწყება გამოცხადება თუ რომელ გეიტზე უნდა მივიდე, მაგრამ მაინც გვიან არის ჩასხდომა და მოკლედ ძალიან არის გაწელილი რა. როდ სხვა რეისი არ იყო ფიზიკურად, თორე რა თქმა უნდა ამას ჯობია ან მალე გაფრინდი ან პირდაპირ რეისი გქონდეს. გვეღირსა დააგვიანა, მაგრამ მაინც ავდივართ. ესე იგი ჩავსხადით. რამდენიმე სპორტსმენი შეხვდა, რომელებიც მოდიან ჩვენთან ერთად რუმინეთში. და ასევე თუ აქვს ხდები, თვალი მოვკარი, თავარ მსაჯს. ანუ უბრალოდ მსაჯს. Nu diravatör sadece yukarıç. Kanat üstü çıkışlarda seyahat eden yolcularımızın acil bir durum Все, როგორც იქნა ჩამოვედით რუმინეთში ვართ. დავდგით ფეხი თავარ ადგილას და ეხლა გავიდეთ სახლში. ტაქსი ძალიან ძვირს წერს. 50 ლარი დაახლოებით. და ნახავ თუ რამე უკეთესი ვარიანტი იქნება თუ არა და ნუ სხვა გზა არ არის. მოკლედ გაგვაჩერეს და არ ვიცი რატომ მე ხაველოდები გვერდზე გამიყვანეს. და ელოდეო და იმედია უპრობლემოდ შევოთ. გამოგვიშვეს როგორც იქნა, მაგას ვერ ვიყავით თუ რა იყო და როგორ იყო. ახლა ავტობუსში ვართ და სახლისკენ მივდივართ. ხოლო კვებაც ავტობუსში შევჭამე. სხვა გზა არ იყო. ძალიან მოგვიანდებოდა და ახლა სასტუმროში უნდა მივიდე. პირადად სახლში რაც შეიძლება მალე. დიანჯებში საკაიფო ქალაქია ძალიან. ძალიან დამივასა. რაღაცნაირი წყნარი და ურბანული ქალაქია. მოკლედ 64-ში მოხდიდონი ძალიან მაგარი ნომერი გამოდგა. საერთოდ ყველაფერი გვაქვს. რაც კი გვინდა. კაი ხედი არის შვენიერ აგეზოში. აივანი გვაქვს. შვენიერია ძალიან მომეწონა მართლა. შვენიერი აბაზანა არის აქ რომ მე წყალს ჩავაყენებ, ჩავწევი. აქეთ საძინებელი. შვენიერი იქეთ გასასვლელი აქვს. ძალიან კარგია. მართლა ძალიან კარგი სახლი გამოვიდა. ეხლა გავალ საკითხებზე. რომ ხვალისთვის პროდუქტები მოვიმარაგოთ. სერიოზული შოპინგი მიდის აქ. ჯერჯერობით რაღაცებს გარკვევასწინოთ. ეხლა ვიძებ დარიჩის. ანუ მთელი მაღაზია მაქვს ისეთი მაგარი ფასები ხალხო რა. ზეითუნის ზეთი, ხმელეთები, ხალხები. ასმათები, კიდევ. ხონის ხორცი და ფილე, სამი. ანანასი და კარტოფილი კიდე, წითელი. მოგესალმებით რუმინეთიდან ჩამოვედით. ცოტა გაპრობლემურდა, რადგან მომიწია დიდხანს გზავრობა. შემდეგ რუმინეთში არ მიშვებდნენ. არ ვიცი რის გამო და როგორ, მაგრამ გამაჩერეს, გამიყვანეს. სანამ ყველაფერი ავანახე, რეზერვები, სახლის, ოლიმპიის და გაფრენის, მანამდე არ მიშვებდნენ, მაგრამ ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად არის და დღეს რუმინეთში ვართ სახლში. იდეალური განწყობა არის, ყველაფერი არის მაღალ დონეზე. 2 დღე დაგვრჩა და ეს 2 დღე იქნება ძალიან მაგარი, რადგან ვარ ძალიან მაგარ განწყობაზე, მთელი შემართებით. ასე რომ ვიწყებთ ჩვენ მისტერ ოლიმპია აქ არის და წამოაუცდება საქართველოში.